თორნიკე რიჟვაძე უკვე რამდენიმე საათია იმყოფება პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამწუხაროდ კლინიკის მედიკოსები ჩვენთან განმარტებებს არ აკეთებენ, არ გვეუბნებიან როგორია აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა ერთ-ერთი კლინიკის ერთ-ერთმა ექიმმა ლალი ტურზოლაძემ დაგვიტესტურა, რომ მისი მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე. განსაკუთრებული მობილიზება კლინიკასთან ჯერჯერობით არ შეინიშნება, აქ ჩვენ ვერ ვნახეთ ვერც პოლიციის თანამშრომლები, ტერიტორიაზე არ იმყოფებიან არც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომძიებლები მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო ცოტა ხნის წინ კლინიკის ტერიტორიაზე შემნიშნეთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, თუმცა რა თქმა უნდა ისინი თავდაპირველის კითხვებს არ პასუხობენ, რაც შეეხება უშუალოდ იმ დაზიანებებს და ჭრილობებს, რომელიც თორნიკე რიჟვაძეს აქვს მიყენებული და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით თავად მიიყენა, მას აღენიშნება გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობა, შემდგომი გართულებებით მას ასევე აღენიშნება ტრამვული პნევმოთორაქსი, ფილტვების კონტუზია, ნეკნების მოტეხილობა და ფილტვების დაზიანებები. პაციენტს აქვს ასევე ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზეა შეერთებული და ის იმყოფება რეანიმაციაში. ყოველ შემთხვევაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დაზიანებებიდან გამომდინარე არის ძალიან მძიმე. ექიმები ამბობენ, რომ უკიდურესად მძიმედ რჩება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამიტომაც უფრო მეტი ცნობები ჯერჯერობით მის სასიცოცხლო მაჩვენებლებთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს. მისი მკურნალი ექიმი არის მათ შორის ლევან რატიანის, თუმცა თავდაპირველის არაერთი მცდელობის მიუხედავად ლევან რატიანმა ჩვენ კითხვებს არ უპასუხა. კლინიკის ექიმები ჯერჯერობით თავს იკავებენ შემდეგი კითხვებისგან, გვითხრან კონკრეტულად როდის შეიყვანეს კლინიკაში თორნიკე რიჟვაძე, რა დაზიანებებით და არის თუ არა ეს დაზიანებების სიცოცხლესთვის საშიში. ხათ როგორია რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა? გასაგებია მძიმე, რა ჭრილობებით შემოიყვანეს კლინიკაში? პერსონალური ინფორმაცია და არ შემიძლია მოგიყვეს. ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული ჭრილობები? არაფერი არ შემიძლია სხვა გითხრათ. იქნებ გითხრათ გულმკერდის არეში იყო მიყენებული ჭრილობა? ბატონო ლევან, გამარჯობა. პირველიდან გირეკავთ რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, თუ შეიძლება რა ჭრილობები აქვს? თქვენ აქ რატო იმყოფებით თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით? ანუ როდის გადმოიყვანა? ასეთია თორნიკე რიჟვაძისთან დაკავშირებით პირველადი სამედიცინო მონაცემები და ინფორმაცია, რომლის მოპოვებაც ჩვენ შევძელით, ჩვენ ბუნებრივია ვრჩებით ადგილზე. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ველოდებით ექიმებს ვაგრძელებთ მცდელობას კლინიკის ექიმებთან, რომ მკურნალობის შემდეგ უფრო მეტი და დაზუსტებული ინფორმაცია მოვიპოვოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და პირველადი ცნობების დამატებით მიღების შემდეგ ბუნებრივია საზოგადოებას მივეწვდეთ ინფორმაციას, როგორია ახლა თორნიკე რიჟვაძის აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა.